საქართველოს თვითეული მოქალაქის ოჯახის წევრი, ყველაზე ახლობელი და პოპულარული ნატოდან, მთავარი გულშემატკივარი, ალიანსის სახე და ასპირანტის ხმა 30 წევრიან გაერთიანებაში. თქვენს წინაშეა 52 წლის ჯეიმს აპატურაი. შტაბ-ბინაში მიღებულმა გამოცდილებამ ქართველებისთვის მოსაყოლი და გასახსენებელი კანადის მოქალაქეს ბევრი დაუგროვა. I do love Georgia and მართლა ძალიან მიყვარს საქართველო და ქართველები არასოდეს დამავიწყდება საქართველოში პირველად ჩასვლა. კონტრასტული ვიზიტი იყო, ჩემს ქვეყანაში ყველაფერი ძალიან კარგად ორგანიზებულია. შედარებით სიმშვიდეა და ამ დროს ჩავდივარ უცხო ქალაქში გვიანღამით, ხდება ავტომობილი ლადა ნივა, სადაც იმყოფება 4 უცნობი ადამიანი, მაგრამ საუბრობთ პაუზის გარეშე. უეცრად აჩერებენ ბენზინ გასამართ სადგურთან. ყიდულობთ სახლში გაკეთებულ ალკოჰოლურ სასმელს. ვიწყებთ დალევას, ვაგრძელებთ გზას და მე ვამბობ, სასწაული ქვეყანა ყოფილა საქართველო. მას შემდეგ ძალიან ბევრჯერ მომიწია თბილისში ყოფნა. მე ვიყავი ნატოს გენდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში, მაგრამ მე ასევე ვგრძნობდი, რომ ვიყავი საქართველოს სპეცწარმომადგენელი ნატოში და ეს წელი იყო ჩემს ცხოვრებაში. აპატურაისთან გენდივნის სპეციალური წარმომადგენლის რანგში ბოლო ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერა ნატოს შენობის გარეთ პირველად დავგეგმეთ. საქართველოს და ჯეიმსის ორმხრივი სიყვარულის ისტორია წლებს ითვლის. ქართველებზე და ჩვენი ქვეყნის ყველასგან გამორჩეულ ხიბლზე საუბრით არასდროს იხლება. ის რაც მე საქართველოდან სამუდამოდ გამყვება, ეს არის ქართველების წარმოუდგენელი სტუმართ მოყვარეობა. ქართველები მთელ გულს გიხსნიან, გეპატიჟებიან სახლში და როდესაც ქართველთან ერთად ხარ, ვერაფრის საფასურს ვერ გადაიხდი. არ არსებობს რამეზე დაპატიჟო და ამით პატივისცემა გამოხატო. სულ ვამბობ, რომ საქართველოს ეკონომიკა გაცილებით ძლიერი იქნებოდა, სტუმარს რომ თუნდაც ელემენტარულის გადახდის საშუალებას აძლევდეთ, მაგრამ ქართველთან ნებისმიერი მცდელობა წარუმატებელია. ძალიან მჭიდრო პირადი ურთიერთობები მაქვს საქართველოსთან და ეს ძალიან ძვირფასია ჩემთვის. მეორე, რასაც ძალიან ვაფასებ, ქართველების მიზანდასახულობაა, რომ სურთ ამ საზოგადოების წევრები იყვნენ და არასოდეს ნებდებიან. ეს ძალიან შთამბეჭდავია. ვახსენოთ ქართველები და არ ვახსენოთ სამზარეულო და განსაკუთრებით ჭაჭა დანაშაული იქნება. არა მარტო მიყვარს ხაჭაპური და ჭაჭა, არამედ მე ვაკეთებ ხაჭაპურს. დავიწყე სახლში მეგრული კერძების მომზადება, ძალიან მიყვარს მწარე. მეგრელებზე მწარეს ვაკეთებ. სახლში ქართული კერძები გვაქვს, მივირთმევთ ქართულ ღვინოს, ჭაჭას და ნელ-ნელა ცოტა ქართველიც ვხდები. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ჯეიმს Facebook-ზე ყველაზე მეტი მეგობარი საქართველოდან ჰყავს და ყოველდღიურად ქართულ თუ ინგლისურ ენაზე უამრავ წერილს იღებს. ვინ არის ჯეიმსი? ვინ არის ჯეიმსი? მიჭირს თქმა. ჯეიმსი ნატოს გარეშე. თამაშობ ყინულის ჰოკეის, ძალიან მიყვარს მოტოციკლეტი. მოტოთი დავდივარ, როდესაც ასე არ მაცვია. 20 წელია დაქორწინებული ვარ, მყავს 2 შვილი, 17 წლის და 14 წლის. მათაც ძალიან უნდათ საქართველოს დათვალიერება და ოჯახურ ტურნეს აუცილებლად მოვაწყობთ. ჯეიმსი ისეთ რეკლამას უწევს საქართველოს, რომ ჩემი ოჯახის წევრების, მეგობრების დიდი ნაწილი უკვე ესტუმრა, ახლა იმყოფება თბილისში ან საქართველოში გასამგზავრებლად გეგმებს აწყობს. ჩვენი მაყურებელი ახლა პირველად გაიგებს, რა იყო თქვენი პირველი სამსახური. ჩემი პირველი სამსახური იყო ჟურნალისტობა. მე ვიყავი საშინელი ჟურნალისტი, არ მომწონდა, არ გამომდიოდა, ვიყავი იმედგაცრუებული, მუშაობდი კანადის საზოგადოებრივ მაუწყებელში. ჯერ სპორტზე ვიყავი, რაც კარგი იყო. გადამიყვანეს სოციალურ და კულტურულ თემებზე. გავაკეთე რეპორტაჟი ადგილობრივი რძის პრინცესაზე, მსახიობის ნეკროლოგი და ამით დასრულდა ჩემი კარიერა ჟურნალისტიკაში. ბრიუსელში არ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ნატოში საქართველოს მომავალ წევრობაზე ჯეიმსზე მეტი განცხადება ჰქონდეს გაკეთებული ალიანსის სპიკერობის და სპეცწარმომადგენლის რანგში. საქართველოს ყველა წინ გადადგმულ ნაბიჯს ნატოს და მის წარმატებად მიიჩნევს. ბევრს ვფიქრობ, რა იყო და რა არის დღეს. დავიწყებ საქართველოს შეიარაღებული ძალებით.
ჩვენს წინაშე უზარმაზარი ცვლილებაა. დღეს, როდესაც მე ვუყურებ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს, ისინი არიან ნამდვილად ნატოელი ჯარისკაცები. ზუსტად ისეთი, როგორიც მაგალითად კანადელი ჯარისკაცები, საუკეთესოდ ორგანიზებული, ეფექტიანი, პროფესიონალები, გამოცდილები და თავსებადი ნატოს სტანდარტებთან. ბევრი საქმეა წინ, არაერთი რეფორმაა გასატარებელი და ამაში ვფიქრობ, ქართველებიც დამეთანხმებიან. მაგრამ 10 წლის წინ მთელი სივრცე საქართველოზე საუბრის დროს რეფორმების აუცილებლობას ეკავა. რეალისტური არ იყო საქართველოს გაწევრიანებაზე მაშინ საუბარი. ნატოში პოლიტიკურ პირობებსაც ხელი რომ შეეწყო, საქართველო ნატოს წევრობისთვის მზად არ იყო. საქართველოს წევრობით დაინტერესებულს, ვინც იცის, რა განწყობაა დარბაზში, სადაც მხოლოდ წევრები იკრიბებიან, სჯერა, რომ საქართველოსკენ მომართული ისრები აუცილებლად მივა გასაწევრიანებლად სწორ დრომდე. The door is symbolic, I know, and კარი სიმბოლურია, მაპით სიმბოლურია. მე ძალიან კარგად მესმის და გულიც მწყდება ამაზე, მაგრამ მე მჯერა რომ საქართველოს შეუძლია ნატოში გაწევრიანება. ეს არის პრაქტიკულ და პოლიტიკურ დონეზე შესაძლებელი. ეს არ არის ადვილი. ეს ვერ იქნება ხვალვე. დასახელებული ბევრი არგუმენტი და კონტექსტი იმის მსგავსია, რასაც ბალტიისპირეთის ქვეყნებზე საუბრობდნენ. ისინი რუსეთის მეზობლები არიან. რუსეთს არ სურს საზღვართან ნატოს მიახლოება და საბოლოო ჯამში ბალტიისპირეთის ქვეყნები ნატოს შემოუერთდნენ. მათ წევრობას 15 წელიწადში მიაღწიეს. მე არ ვამბობ, რომ საქართველოს დასჭირდება 15 წელი, მაგრამ დრო საჭიროა. it takes a while, that's absolutely right. ვინ დგას ნატოს ღია კარის წინ? ნატოში კონსენსუსი ყველაფერზე აუცილებელია. კონსენსუსია საჭირო კაფეტერიაში თეფშების შესაძენად, სკამების ასარჩევად, ახალი წევრების მისაღებად თუ ოპერაციის დასაწყებად. ყველაფერს 30 წევრის თანხმობა სჭირდება და ვიდრე 30-ვე არ გადაწყვეტს, არაფერია გადაწყვეტილი. აპატურაის სპეცწარმომადგენლის პოსტს ტოვებს, მაგრამ ნატოში რჩება. It's very future oriented. ჩემი ახალი როლი ნატოში და საქმიანობა მომავალზე ორიენტირებულია. მე ვრჩები ნატოს გენდიმნის მოადგილედ და გავუწევ კურირებას განყოფილებას, რომელიც პასუხისმგებელია ნატოს კიბერუსაფრთხოებაზე, კიბერთავდაცვის პოლიტიკაზე, განვითარებად ტექნოლოგიაზე, ხელოვნურ ინტელექტზე, მონაცემთა ბაზა, მათი ანალიტიკა. ასევე როგორ ახდენს გავლენას კლიმატური ცვლილებები ნატოზე და გლობალურ უსაფრთხოებაზე, როგორ ვუმკლავდებით ამ გამოწვევებს, როგორ უნდა ვუზრუნველყოთ ემისიების შემცირება ნატოში, ალიანსის შეიარაღებულ ძალებში, პოზიციის ცვლილების მიუხედავად, იმედი მაქვს და უფრო მეტიც ვგეგმავ პრიორიტეტებს შორის პირველი ისევ და ისევ საქართველო იყოს. მე ვაგრძელებ საქართველოს მხარდაჭერას, საქართველოში სტუმრობას, საქართველოს ინტერესების დაცვას და ჩემს ახალ პოზიციაზე გვჭირდება თანამოაზრე სახელმწიფოებთან, დემოკრატიებთან, ჭიდრო პარტნიორობა და ერთ-ერთი ასეთი საქართველოა. საქართველოს პატარა ნაწილი საჩუქრად, რადგან ლიდერებს შორის ფერადი წინდებია პოპულარული. Socks and Yes. colorful socks are Like so დიახ, როგორც ტრუდო. Trudeau-like. საქართველოს დროშა, Georgian. ფანტასტიკურია. Look at this. მთები, რომლებიც გიყვართ. Wonderful. God, these are so nice. It's our alphabet. ქართული ამბანი და ხინკალი, რომელიც არ ახსენეთ. Didn't mention Hingal. არ მიხსენებია, მაგრამ მომავალ კვირას გავსინჯა. ყველას უყვარს ხაჭაპური, მე 3 ფავორიტი მყავს. Satsivi Baje. And Mingrelian Chashushuli. No Georgian food. ჯეიმს აპატურაისთვის საქართველო მარადიული სიყვარულია. შტაბ-ჭტილებები, მეგობრები მისი გულის უდიდეს ადგილს იკავებს. მოდის თბილისში მომავალ კვირას ქართველი ხალხისთვის იმის სათქმელად, რომ საქართველოს ეროვნული დროშის ადგილი ნატოშია და შეეჯიბრება ნებისმიერს ალიანსში საქართველოს მხარდაჭერასა და ინტერესების დაცვაში.